დღეს მოდით გარკვეული დრო გამოვხოთ ღვთის სიტყვის შესასწავლად ქადაგებით სათაურით. ღმერთი მეორედ მოსვლის მიზეზი. მოდით გადავხედოთ გამოცხადების მეხუთე თავს, პირველ მოხლს. ვიხილე ტახტზე მჯდომარის მარჯვენაში შიგნიდან და გარედან ნაწერი წიგნი 7 ბეჭდით დაბეჭდილი. ვიხილე ძლიერი ანგელოზი, დიდი ხმით მოუწყებელი, ვინ არის ამ წიგნის გადაშლისა და მისი ბეჭდების ახსნის ღირსი? არავის შეეძლო არც ცაში, არც მიწაზე, არც მიწის ქვეშ ამ წიგნის გადაშლა ან მასში ჩახედვა. თუ ბიბლიის ყველა სიტყვა დაიმალება და არასოდეს გაიხსნება, ეს იქნება უზარმაზარი ტრაგედია კაცობრიობისთვის. მუხლი 4. ბევრს ვტიროდი იმის გამო, რომ არ მოიძებნებოდა ამ წიგნის გადაშლის ან მასში ჩახედვის ღირსი. ერთმა უხუცესთაგანმა მითხრა, ნუ სტირი გაიმარჯვა ლომმა იუდას ტომიდან დავითის ფესმა, რათა გახსნას წიგნი და მისი 7 ბეჭედი. როდესაც მოციქულმა იოანემ დაინახა გამოცხადება იმ უბედური სიტუაციის შესახებ, რომელშიც მთელი კაცობრიობა განწირულია ჯოჯოხეთში წასასვლელად, ერთ-ერთმა უხუცესმა უთხრა იოანე მოციქულს. იუდას ტომის ლომმა, დავითის ფესმა გაიმარჯვა. მას შეუძლია წიგნის გახსნა და მისი 7 ბეჭედი. მაშინ ერთადერთი, რომელსაც კაცობრიობა უნდა ესწრაფოდეს და მოუთმენლად ელოდოს, არის დავითის ფესვი. ჩვენ მას უნდა შევხვდეთ. განა ეს არ არის ერთადერთი გზა, რომ მივიღოთ ცოდვების მიტევება და მარადიული სიცოცხლე და შევიდეთ ცათასასუფეველში. როდესაც მოციქულმა იოანემ გაიგო, ვერავინ ზეცაში, მიწაზე ან მიწის ქვეშ ვერ შეძლო ბრაგნილის გახსნა, ის დიდი სასოწარკვეთილი უნდა ყოფილიყო. როდესაც სასოწარკვეთილი ტიროდა, ერთ-ერთმა უხუცესმა მიუგო მას. მან უთხრა იოანე მოციქულს, ვერავინ გვასწავლის სახარების საიდუმლოებებს, გარდა დავითის ფესვისა. ეს დიდი შვება უნდა ყოფილიყო მოციქულ იოანესთვის. მაშ, ვის ნიშნავს დავითის ფესვი? მოდით, გადავხედოთ გამოცხადების 22 თავს, 16 მოხლს. მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა დაგიმოწმოთ ეს ეკლესიებში. მე ვარ დავითის. ვინ არის ის? ფესვი და შთამომავალი. ვინ არის დავითის ფესვი? ის არის იესო, მაგრამ არის ის პირველი მოსული იესო თუ მეორედ მოსული იესო? ეს იყო დაახლოებით 60 წლის შემდეგ, რაც პირველი მოსვლის იესო ზეცაში ამაღლდა. ქრისტეს მიერ ქადაგებული სახარება გაუქმდა ბნელ საუკუნეებში, ბიბლია დალუქული იყო. მას შემდეგ, რაც პასექი, შაბათი და ახალი აღთქმის ყველა ჭეშმარიტება გაუქმდა. ეს პერიოდი აღწერილია, როგორც ბნელი საუკუნეები, როდესაც არ იყო ჭეშმარიტების შუქი. თუ ეს მდგომარეობა გაგრძელდა, კაცობრიობას იმედი აღარ ექნება. მათ არასოდეს ექნებათ ხსნის იმედი და არც ცათასასუფევლის იმედი. ეს იქნება ასეთი სამწუხარო და საბედისწერო სიტუაცია. ამიტომ ლუკას მე-19 თავი 10 მუხლში იესო ამბობს, მოვედი და კარგულის მოსაძებნად და გადასარჩენად. ასევე ებრაელთა მე-9 თავი 27 და 28 მუხლი წერია, ის მეორედ გამოჩნდება ხსნის მოსატანად. ჯერა რომ თქვენ უკვე ბევრი ისწავლეთ ამ სწავლებების შესახებ. თუ ეს არ არის ჩვენი ხსნისათვის, იქნება რაიმე მიზეზი, რომ ღმერთი მეორედ მოვიდეს. ღმერთმა უკვე იცოდა, რომ თუ შვილებს მარტო დატოვებდა, მათი სულები ჯოჯოხეთში მარადიული სასჯელის წინაშე აღმოჩნდებოდა. ამიტომაც მოვიდნენ ამ ქვეყნად მამა ზეციერი და დედა ზეციერი და მიჰყავთ ზეციერი შვილები ცათასასუფეველში.